საქართველოს დემოგრაფიული მდგრადობის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა ჩრდილოეთ მაკედონიაში მიმდინარე ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი დაესწრო მონაწილეობს მიმართა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა. მთავარი თემა დემოგრაფიული ცვლილებების პირობებში მდგრადი და ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის გაძლიერება იყო. მიხეილ სარჯოლაძემ პანელურ დისკუსიაზე ამ მიმართულებებით საქართველოს გამოცდილებას და მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს დაბალ შობადობაზე, ასევე დემოგრაფიულ დაბერებაზე, მიგრაციაზე, შრომითი ბაზრის ცვლილებასა და ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობაზე. განიხილებოდა დემოგრაფიასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ხდება, დღითიდღე აქტუალური ხდება სოფლიოს არაერთი, მათ შორის განვითარებული ქვეყნისთვის და ბუნებრივია, რომ ყურადღებას სწორედ ეს გარემოება განაპირობებს. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს საინტერესო პლატფორმაა, იმ თვალსაზრისით, რომ გვაქვს შესაძლებლობა, რომ გავიცნოთ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება და ამ მიმართულებით ბუნებრივია გქონდეს შესაძლებლობა, რომ დისკუსირების საკითხებზე მსჯელობის შედეგად გარკვეული დასკვნებიც გამოვიტანოთ და ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი მოხმარდეს ჩვენს ქვეყანას. რამოდენიმე შეხვედრა გავმართეთ როგორც კონფერენციის ხელმძღვანელებთან, ასევე გაეროს ფონდის ხელმძღვანელებთან, სადაც ჩვენმა მხარემ დააფიქსირა ჩვენი მნიშვნელოვანი პოზიციები, თუ რაზე მუშაობს დღესდღეობით საქართველოს მთავრობა და პარლამენტი დემოგრაფიული პოლიტიკის გასაუმჯობესებლად.